მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემი მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ გაზეთი გაშლა. ანუ რას განიცდის ის თქვენს გამო. აი, ვნახოთ ახლა პირველ რიგში აქ სიგნიფიკაცია მინდა გავაკეთო, ხო? ეხლა რა ხდება? რა ენერგიაში ხართ თქვენ ახლა? აი, ეს მოკლე სიგნიფიკაციას გავაკეთებ და მე უკვე რა თქმა უნდა ვნახოთ ჩვენ ახლა რა უნდა. რა სურვილები აქვს თქვა გოგოს ენერგია და რა ხდება ახლა ამ წუთში. ნუ აქ გოგო არის პოზიციაში რომ მე ჩემი თავი მირჩევენ, მე ჩემ თავს ვაფასებ, მე ძალიან მშვენივრად კარგად ვარ. ცხრიანი პენტაკლების ეს როცა ადამიანი ნამდვილად ირჩევს თავის თავს ყველანაირად. თქვენ არა ხართ აქ არ დაჩაგრული, არც განერვიანებული, არაფერი. თქვენ ხართ ძალიან კაი ენერგიაში. მე მიყვარს ჩემი თავი რა, მე კარგად ვარ. თქვენ შორის აქ რა მოხდა და აქ პრინციპში შემიძლია გითხრათ რომ ნუ შეიძლება აქ სიყვარული აქ მოხდა რაღაცა ესეთი მომენტი რომ თქვენ ახლა აქ ნამდვილად ნუ კარგად უნდა გრძნობდეთ და შეიძლება მოხდა ნახეთ რა ხდება ვიღაცისთვის იქნება როგორი თემა. შეიძლება თქვენ კი სიყვარული არის ადამიანი თქვათ ახლა შეიძლება გამოჩნდა თქვათ არ ჩნდებოდა მაგრამ აქ როგორი მომენტი კიდე არის შეიძლება თქვენ აქ იღებთ გადაწყვეტილებას რომ მე მინდა ამ ადამიანთან ან გქონდათ ეს მიღებული თქვათ ახლა დაუშვათ არჩევანი რომ მე მინდა ამ ადამიანთან ვიყო მე მინდა მისი ცოლიც ვიყო მე მინდა თქვათ მისი შვილების დედაც ვიყო სიტყვაზე ხო მაგრამ აქ მოხდა რაღაცა მაგრამ როგორ არის იცით არა ხართ თქვენ უკვე ისეთ ენერგიაზე რომ თქვენ აი ხართ მასზე დამოკიდებული აქ უკვე ისეთი მომენტი არის როცა უკვე თავისუფალი ვარ მე კი სიყვარულის კი ყველაფერი კი ნამდვილად ელოდებოდეთ აქ შეიძლება იყოს წასვლა მოსვლა კი თქვენ ყველაფერს იღებდეთ აბსოლუტურად მაგრამ აი აქ ახლა არის ტრანსფორმაცია როცა თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ რომ მე არ მინდა ვიყო დამოკიდებული ამ ურთიერთობაზე არ მინდა მე ვასრულებ აქ წავიდა ყველანაირი მიჯაჭვულება წავიდა თუ დარჩება აქ იქნება რაღაცა უფრო მონათესავე სულები კი უფრო სხვანაირი აქ გაკვეთილები გამოვლილია კი ბატონო აქ უკვე არ არის გოგო ისეთ ენერგიაში რომ ნერვიულობს ორი ვარიანტი იქნება აქ შეიძლება ვიღაცას ურთიერთობა გადადეს სხვა ეტაპზე სადაც გოგომ თავისი უკვე თავი დააფასა და უკვე აღარ არის ისეთი მიჯაჭვული და უკვე არ ტირის და არ ზის და არ ნერვიულობს შეიძლება ეგეთი მომენტი იყოს შეიძლება ზოგმა სიყვარულით და ანუ კი მიყვარხარ და უშვა და კი არა მაქვს არანაირი წყენა შენს მიმართ მე შენ გიშვებ შენ გზაზე აი რაღაც ორი ეგეთი სიგნიფიკაცია მოვიდა ჩემთან ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ ახლა კითხვები დავუსვათ ახლა რა გრძნობები აქვს ამ ადამიანს რა თქმა უნდა თქვენს მიმართ აი ახლა ამჟამად რა გრძნობები გაქვს რას მალავს ეს ემოციურ დონეზე ანუ ხო შეიძლება რომ არ გაჩვენებთ თქვენ დაუშვათ თავისი განცდები თუ რამე აქვს დაუშვათ ამ ადამიანს ვნახოთ ახლა რა ტკივილს განიცდის თქვენთან დაკავშირებით რა ტკივილს განიცდის ეს ადამიანი რა ვნახოთ ახლა რისი ეშინია თქვენს ურთიერთობაში რისი იმედი აქვს ვნახოთ ახლა მაგას საერთოდ თქვენს მიმართ რაღაც ბევრი კითხვები გამომივიდა რა ცვლილება სურს რომ მოხდეს თქვენ შორის ვნახოთ ახლა თქვენ როგორ მოქმედებთ მის შინაგან მდგომარეობაზე რა სურვილები აქვს მაგ ადამიანს თქვენს თან დაკავშირებით და ვნახოთ ახლა ეს მისი განცდები ყოველდღიურობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაზე როგორ მოქმედებს აი ეგეთი რაღაცა მაგაზე ხო გვაინტერესებს ჩვენ და
კიდე მე მგონი, ну კაი, თუ დაჭირდება იმას მე ვკითხავ. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ თუ რა ისე. ანუ ესე იგი ახლა რა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ? ახლა რა გრძნობა აქვს და ну ძალიან კარგი გრძნობაც აქვს რა, უყვარ ხარ თქვენ. თუ დაუშვათ თქვენზე, თუ ეხლა არა ხარ თქვენ დაუშვათ, მანძილი შეიძლება იყოს აქ რამე, მაგ შემთხვევაშიც მაინც კარგად ფიქრობს ეხლა თქვენზე. აქ მაგას გრძნობები ძალიან კარგად, აი ну თუ მოგონება გინდაც რომ იყოს და გინდაც ეხლა თქვათ ეხლა თქვენ დაუშვათ ეხლა მაგასთან ურთიერთობთ, მაინც აი კარგი თბილი ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენზე. ვერ ვეტყვი რომ დაუშვათ აქ ეხლა ადამიანი რამე დაგმოცილეთ მან არა აგერ არ არის მან არას ვკითხოთ ეხლა. ანუ ეს ყველა ну სამიანივე თასების ეს არის 30 გრძნობებზე ცუდი არ არის ნამდვილად. არა, კარგად, კომფორტულად, ანუ თქვენ ხართ ეს ადამიანი, ვისთანაც ეს ძალიან კარგად გრძნობს და თქვენს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, აი როგორც მფარველი ანგელოზე, ასე და შევეტყოდე რა. რას მალავს ეს ადამიანი ემოციურ დონეზე? რას არ გაჩვენებს? იმას არ გაჩვენებს, რომ თქვენ ხართ მისი იმპერატრიცა. აი არ გაჩვენებს რომ მისი მნიშვნელოვანი ქალი ხართ, აქაც გვაჩვენებენ ჩვენ რომ ამ ბიჭისთვის აქაც მაჩვენეს რომ თქვენ ხართ ქალი ნომერ 1 მნიშვნელოვანი ამ ადამიანის ცხოვრებაში ხართ, თქვენ უმნიშვნელოვანი ქალი. ის თქვენ შეიძლება ბევრი რაღაცაზე აქ ну გქონდათ ბევრი ტკივილები და ისეთი რაღაცები გამოვლილი, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ამ ადამიანისთვის ხართ ქალი ნომერ 1 და ამას შეიძლება არ გეუბნება თქვენ რომ პლუს კიდე ვიღაცისთვის იქნება როგორი ინფორმაცია. ნახეთ, აქაც მან არაც მაჩვენა, ეხლაც გეუბნებით. ნახეთ, ყველასთვის რა თქმა უნდა არა საჯარო გაშლა, ამიტომ უნდა ვთქვა. შეიძლება თუ თქვენ გაქვთ სხვაობა აი აქ ასაკში, თან დიდი სხვაობა თუ გაქვთ, ამას შეიძლება გქონდეს თქვენ აი დედას მიმართ რო აქვს ხოლმე რომ დედა ძალიან მზრუნველია. აი ან დედის ენერგიას გრძნობ. ну საერთოდ ნათქვამი ხო არის ისეთი რომ ბიჭებს ახლა ხშირ შემთხვევაში უყვარდებათ ქალი ან რომელიც გავს ან დედას ან რომელიც გავს დას. ამიტომ აქ არ გამიკვირდება რომ შეიძლება ამ ენერგიას ნამდვილად ანუ შეიძლება ემოციურადაც ანუ გიმალავს არ გეუბნებათ ამას რომ დედაჩემს გავხარ ძალიან. რა თუ გეუბნებათ იცოდეთ რომ ამ ენერგიას უბრალოდ გრძნობს ეს ადამიანი რა. დედაჩემს გავხარ მაგრად რა, ანუ რაღაც ეგეთი თემა არის აქ რა. ну სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ანუ ხალი არ გეუბნებათ რომ აი რამხელა მნიშვნელობა აქვს რა. თუ თქვენ ცოლი ხართ, იცოდეთ რომ თქვენს გარდა აქ არავინ არ აინტერესებს ამ ადამიანს რა. ეს არის აქსიომა რა. დედა ხარ, ჩემი შვილების დედა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ, აქ ნომერ 1 ხარ რა. ნამდვილად. ვნახოთ ახლა რა ტკივილს განიცდის თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი, რა ტკივილს. კი, მაგას ენატრებით. აი, ნამდვილად ენატრებით შეიძლება კიდე ნახოთ როგორი მომენტი არის, აქ დაჟე ვეტყოდე რომ ანუ ეხლა კი ეს ადამიანი არის თქვენზე ფიქრობს კარგად, მაგრამ ტკივილი აქ რაში არის, იცით რომ ანუ რატომ აღარ არის ეგრე რა, როგორც იყო ადრე რა, ანუ ის კარგი დრო იყო, კარგი პერიოდი იყო. და აი ეხლა არის ის განცდა რომ შეიძლება თქვენ ნახეთ აქ როგორი მომენტი არის, თუ თქვენ დაუშვათ და შორდეთ, რა ტკივილს განიცდის, ღმერთმა მაჩუქა ესეთი საჩუქარი ამ ქალის სახით, უმაღლესი დონის ქალი და მე ჩემი რაღაცა სულელური მომენტების გამო არ მივიღე, იმიტომ რომ ნახეთ აქ ღმერთი აძლეს თავს ხო და ეს ის გაბუტური და არ იღებს. აი ეს არის მაგისტრის ახლა მტკივნეული მომენტი, რომ ну უფრო დაჟე ვეტყოდე ეს ადამიანი ახლა ამ წუთში თავის თავზე გაბუტულია, კი, რომ აი ნამდვილად რომ უბრალოდ თქვენ ყველაფერს აკეთებდეთ მისკენ იყავით რა, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ ეს თვითონ აი არ მოქმედებდა შეიძლება ვერ მიიღო გადაწყვეტილება, ხო? ისეთი როგორც უნდა მიიღო
იმიტომ რომ აქ მე ვხედავ რომ ვიღაცისთვის თან არის თქვა წასვლა რა, ანუ რაღაცა დასრულდა რა ეს ურთიერთობა და მაგრამ აქ რაც მთავარია, რაც მე მომწონს, ხო, ყველაზე ძალიან თუნდაც რომ იყო თუ მოხდა დასრულება, ეს დასრულება არის კარგი, იმიტომ რომ 6-იანი არის აქ თასების. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაასრულეთ კი ეს კარმული დამოკიდებულება, ხო? იმიტომ რომ მიჯაჭვულება არის ძალიან საშინელი, როცა კარმული ურთიერთობა მის და თუ დასრულდა, თქვენ ანუ აი ლანძღვა, გინები, წყევლით, აი ეგეთი რაღაცებით არ დაგემთავრებიათ, აი ძალიან ტკბილად, კარგად. აი ასეთ ადამიანებს აქ თქვათ შორის ეხა გეტყვით ერთ საიდუმლეს, მე შემდეგ ცხოვრებაში კიდე შეხვედრა და უფრო კარგი და თბილი შეხვედრა ექნებათ რა, იმიტომ რომ აი ეს ყველაზე კარგი დასრულება, როცა ადამიანები ჭუბობენ, ლანძღავენ, ერთმანეთს რა ვიცი შეურაცხყოფას აყენებენ, ეს 1000%-იანი კიდე გამეორდება ამ ცხოვრებაში შეიძლება კიდე ვიღაცა მოხდება ისეთი მოგივა ცხოვრებაში რაღაც ამაზე უარესი, ჯერ თავიდან უფრო ტკბილად შემოვა და მე უარესი. ნუ უეჭველი რომ შემდეგ ცხოვრებაში ახლა ექნება რა კიდე შეხვედრა და თან არა ისეთი სასიამოვნო როგორც შეიძლება გონიათ რა. ვნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი. რისი იმედი აქვს ამას თქვენს მიმართ? ნუ რისი იმედი აქვს, რომ თქვენ ახლა ნუ მართლა თავს არ მოაჭირთ ამას ძირში და ძალიან არ ხართ გაბრაზებული. შეიძლება აი ეს იმედი აქვს რა. კიდე ხო, ნუ თქვენ ხა ეს არის რომ მაპატიებს რა მოდით ასე ვთქვათ, არ გამიბრაზდება მაპატიებს და იმიტომ რომ ნუ კიდე ის მომენტი რომ თითქოს აი თქვენ უნდა იცოდეთ რომ თქვენ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ მისთვის რა, ხართ მაგისთვის რა, აი ეს უნდა მაგის იმედი აქვს რომ ისე ვიქნებით ერთად, ისე ვიქნებით კარგად. იმიტომ რომ აქ ადამიანი სულ ამას მაჩვენებს რომ ნუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა, მაგრამ მაშინ რატო გააკეთე ის რაც გააკეთე? ნუ აი ესე რა, პაგარიჩილს რუსული ნათქვამი არის, გავბრაზდე რაღაცა და აი ჩემი ხასიათი გამოვავლინე და მაგიტომ აქ იყო უცბად გასვლა და მაგრამ თვითონ აი იცით რატო რომ ხდებოდა რომ ვერ თუ ცოლი არ ახართ ეს ადამიანი ცოლი შეიძლება კაცი ესეთი არის რომ თქვა ვერ ერევა მაგარი ნუ ბევრი რამე სჭირდებენ რომ ეხა იმპერატრიცა ესეთი ტიპის ადამიანთან პლუს კიდე ცხრიანი პენტაკლების მე ჩემი თავის ფასი ვიცი რა და უკვე შეიძლება თქვა აქ ადამიანი კარგად იყო კომფორტულად იყო შეიძლება თქვენ უკეთებდეთ ყველაფერს მაგრამ ერთხელ ადეკით გაბრაზდეთ და თქვენი თავი დააფასეთ. თქვით რომ არა რა, მე არ მინდა ნამდვილად ეგეთი რაღაცა, მე მინდა რომ მეც დამაფასონ რა, ანუ შეცვალეთ რა ეს ყველაფერი თუ იყავით, ეს ანუ როგორ არის იცით, მიჯაჭვული თუ იყავით, ანუ თან პლუს კიდე როგორ სიტყვა არა არიცოდეთ დაუშვა, აი ყველაფერი შენთვის, ყველაფერი ანუ შენ როგორც იტყვი, ან ყველა რაღაც მომენტებზე შეიძლება ხურავდეთ, ნუ თვალებს ხუჭავდეთ, ხო? აი უცბად ეხლა ისეთი რამე მოხდა რომ აღარ მინდა რა, ამიტომ რომ არ არის ეხლა ისეთი სიტუაცია როგორც თქვენ გინდოდათ, მაგრამ ეხლა ამას ესაც ძალიან კარგად ხვდებოდა რომ ნუ არ არის ეს ხალი ისეთი რომ თქვათ მე შევძლო და ეხლა არის ნერვიულობს კი ბატონო. ეხლა შემდეგი ნახოთ ეხლა ჩვენ არის ეს შიში აქ რო თქვენ უარს იტყვით და არ იქნებით და ანუ ამას ნუ რაც არის ხა შიში აქ იმისი რომ თქვენ მაგასთან არ იქნებით და ანუ ის არის რა ქვია რა რისი იმედი აქვს ის რომ ადამიანი ნუ ერთდე იგივე არკანი ამოვიდა პრინციპში რა კი ბატონო რომ აი ზუსტად ეხლა ბანგი ფიქრობს რომ შეიძლება თქვენ არ დაასრულებთ ამ ურთიერთობას ამას რატომღაც შეიძლება იცით რა გქონდეს რომ თქვენ ეხლა იმდენად გიყვართ ეს რომ თქვენ მაგის გარეშე ვერ იქნებით რა ეგეთი რაღაცა არის აქ ადამიანს აქ თავში რა რას შეცვლიდა აი ვერაფერსაც ვერ შეცვლიდა რა უნდა რომ შეცვალოს თქვენ შორის გოგოებო თუ ვინმეს ყავთ ბლოგში ან ეხლა არა გაქვთ ურთიერთობაში მაგას უნდა რომ შეცვალოთ რა ეგ სიტუაცია რომ გამხსნას რა
გამხსნას. ამას даже ვეტყვი რა, აი შეიძლება ფიქრობს რომ აი თვითონ რო თქვენ მიწეროთ ან თქვენ იმოქმედოთ, ესეც უნდა სხვათა შორის და თქვენ ახლა ნერვებს არ უშლიდეთ, პრეტენზიები არ გქონდეთ. მიიღოთ ყველაფერი, მისი ხასიათი, მისი რაღაცები ჩვეულებრივად, აი ეგეთი რაღაცა უნდა რომ შეცვალოს და თუ თქვენ ახლა დიდი ხანი ერთმანეთთან არ იყავით, ისაც უნდა რომ შეიცვალოს. როგორც ხალით ისე ენატრებით რა. ვნახოთ ახლა როგორ მოქმედებთ მის შინაგან მდგომარეობაზე თქვენ, როგორ მოქმედებთ, აი ძალიანაც კარგად მოქმედებთ თქვენ, აი თითქოს მაგის აი გზას უხსნით რა. სულ სხვანაირად უყურებს ეგ ცხოვრება, სულ სხვანაირად უყურებს ეგ საერთოდ თავის მომავალს, სულ სხვანაირად აი რაღაცა გეგმებსაც აწყობთ. ანუ პრინციპში თქვენ კაი რაღაცებს თესავთ მაგასში რა და აძლევთ მაგის უკვე უფიქრდება ადამიანი თავის ცხოვრებაზე რა გავაკეთო როგორ ვიმოქმედო საწავით აი რაღაცას ამოძრავებთ ახლა აქ ვეჭველი რა და რა სურვილები აქვს თქვენთან დაკავშირებით ამ ადამიანს რა სურვილი როგორც ხალი როგორც გითხარ აქაც უკვე მაჩვენა მაგას თქვენ ძალიან როგორც ხალი აინტერესებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ, ანუ შეიძლება სექსუალური თემა არის თქვენ შორის ძალიან მაგარი და ძალიან კარგი ხართ, რაც ესეთი სასურველო ხალი და ამიტომ ახლა ეს სურვილი კი თქვენთან დაკავშირებით, აი რაც ეხება რომ ცეცხლი, ნავთი და მეზობლების გაფრთხილება ყველანაირად არის აქ ადამიანი მზად და აინტერესებდა აწუხებდა. ანუ როგორ ეს მისი ასეთი განცდები მოქმედებს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ну პრინციპში როგორ გითხრათ რა ხა რომ ეს მაგისი განცდები მის ყოველდღიურობაზე როგორ მოქმედებს არანაირად. მიდის მისი ცხოვრება, ჩვეულებრივად მიდის, მომავალზე ფიქრობს ეს, სადღაც დაფრინავს. არანაირად რა, არანაირად გითხრათ რომ რაღაც არა. არის მშვენივრად კარგად, არანაირად არ მოქმედებს ეგა და. ну ვნახოთ ახლა რა შეცვლის თქვათ ამ სიტუაციას, აი რა რაღაც მომდის ეს კითხვა რა. შეცვლის რას? გოგოებო, აქ თქვენ მიიღეთ რაღაცა გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება. აქ არის ის მომენტი, რომ მაგან აქ არის უკვე ეთყობა პერიოდი, რომ თქვენში რაღაცა შეიცვალა. აქ შეცვლის უფრო არა. ხო გეუბნებით, აქ როგორც გითხარით, რაც არ უნდა იყოს, თქვენ ხართ ნომერ 1 მის ცხოვრებაში. და ნამდვილად აქ даже შემიძლია გითხრათ, ну ცვლილება წავა. ძალიან დიდი ცვლილება წავა, მაგრამ აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ უკვე თქვენი აი უმრავლესობისთვის ეს სასიყვარულო ისტორია დასრულდა, როგორც თქვით ჩვენ. აი არის ეროფანტი, როგორც იყო იქ ზემოთ უკვე ჩაფიქრებული, რომელზეც უნდა ასრულდეს აუცილებლად. და თქვენ ნამდვილად უკვე მიაღწიეთ რა იმას. აქ გაიარეთ გაკვეთილი სხვათა შორის შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად იცოდეთ, რომ აქ თქვენ კარგად დაასრულეთ ყველაფერი კარგად და ამიტომ გაკვეთილი 5-იანზე არის გავლილი. 5-იანზე რა. და რაც მთავარი ეს თქვენი განშორება ძალიან კარგად მოხდა რა. რომ აი ყველას თქვენ გთხოვთ, როცა შორდებით ადამიანთან, ნუ ილანძღებით, ნუ ჩხუბობთ, გაუშვით ეს ადამიანი, თუ წავით და ესე იგი თქვენ უკვე კონტრაქტი თქვენი ამოიწურა, მორჩა კონტრაქტი ამოიწურა და თქვენ ახლა უკვე სხვა გზა გელოდებათ, მას სხვა გზელოდება, კი ბატონო, მტკივნეული, კი თან როცა ახლა ადამიანი ჯერ კიდე გიყვარს, მაგრამ აი ზუსტად მაგაში არის სიძლიერე, როცა შენ ნამდვილად გიყვარს, შენ შეგიძლია ადამიანი გაუშვა მის გზაზე, თუ კი ხვდები შენ რომ შეუძლებელი ადამიანთან თქვა, ცხოვრება, იმიტომ კი არა, თქვა ახლა შენ იტანჯები და თქვა ადამიანი აუტანელი, არა,
შენ უბრალოდ ხედავ რომ მომავალი არაფერი არ არის, ხო? ანუ არა გვაქვს საერთო მომავალი. კი, შეიძლება მნიშვნელოვანიც ხარ, კი, მაგრამ თუ გრძნობ მაგას, რომ ან საუბარი უკვე მიდის იმაზე, რომ უნდა გაუშვოთ, იხოთ ну აი ეს წვევლის გარეშე, ყველაფრის გარეშე რა, ძალიან აქ თხოვთ, რომ არ გინდათ ეს ზედმეტი კიდე რაღაცების აკიდება. იმიტომ რომ აი ეს არაფერს კარგს არ მოგიტანთ არასოდეს. უბრალოდ ყოველთვის მადლიერებით, რომ მადლობა რომ იყავი ჩემ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩემ ცხოვრებაში, რაც გააკეთე ჩემთვის. ის მტკივნეული იყო თუ სასიამოვნო იყო, ვიღებ მადლიერებით და გიშვებ და იცხოვრე ბედნიერად, კარგად, შენი ცხოვრება ააწყე და ყველაფერი კარგი შემოვიდეს შენ ცხოვრებაში და იგივეს ჩემ თავსაც ვუსურვებ, ხო, რომ ყველაფერი შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაშიც კარგი. და ასე უნდა გაუშვო და მე უკვე მართლა ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე სხვა დონეზე ხართ გადასულები რა და რა თქმა უნდა სამყარო მაგას ახლა ნახავს და თქვენ ცხოვრებაში უფრო მეტი საჩუქრები და უფრო მეტი კარგი მოვლენები იქნება, ვიდრე თუ თქვენ დაუშვოთ, დაიწყებთ ჩხუბს, ლანძღვას, გინებას, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არა ხარ შენ ჯერ შეცვლილი, არა ხარ შენ ჯერ გაზრდილი, კიდე გასავლელი რაღაც მომენტები და შეიძლება ისეთი ადამიანი შემოგიგზავნოს, რომ უარის დღეს ჩაგაგდებს რა. რა გვინდა ჩვენ ეგეთი რამეები, ხო? უბრალოდ ადამიანი როცა შემოდის ჩვენ ახლა ვიცით რომ ის შემოვიდა, მადლობა და კარგად იყავი.